გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე დავით იოსელიანი გუშინ საქართველოს ფინანსთა საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს. მას 2006 წელს რიყის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებულ საკითხზე ედავებიან. დავით იოსელიანი 2006 წელს მერის საფინანსო საბიუჯეტო კომისიის წევრი იყო. იოსელიანი კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს. ჩვენი ჟურნალისტი გიორგი მანჯავიძე ჩაგვერთვება და დეტალებს გაგვაცნობს. მოგესალმები გიორგი. გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის ყოფილმა მოადგილემ დავით იოსელიანმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო განყოფილების ტერიტორია დაახლოებით 4 საათისთვის დატოვა. როგორც მან განაცხადა ჟურნალისტებთან, მას გუშინ დაუკავშირდნენ ღამით და თხოვეს, რომ დაკითხვაზე დღეს მოსულიყო. კონკრეტულ დეტალებზე მას ბევრი არ უსაუბრია. ერთადერთი რაც მან განაცხადა არის ის, რომ მას ბრალად 2006 წელს რიყის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით ედება ბრალი. მაშინ დავით იოსელიანი საფინანსო საბიუჯეტო კომისიაში მუშაობდა. ეს მოხდა აბსოლუტურად კანონიერად, ეს მოხდა კონკურსის წესების დაცვით. მე მაშინ ვიყავი საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე და ამ სახით ვიყავი კომისიაში წარმოდგენილი. ჩემთვის იყო მთავარი მაშინ მიიღო ბიუჯეტს, რაც შეიძლება მეტი შემოსავალი, ეს განხორციელდა, გადახდილი იქნა ნორმატიულ ფაზზე, თუ არ მეშლება სამჯერ უფრო მეტი თანხა. ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ გვაწყობთ, გუშინ ამერიკას ვთხოვეთ დღეს მოსულიყავ 4 საათზე. შეეხება თემა მეტად არ ვიცი და მოგამბობ აშენდა გეტყვით. დავით იოსელიანის შემდეგ უკვე დაკითხვაზე შევიდა პაპუნა პეტრიაშვილი, გიგი უგულავას მოადგილე. მან როგორც მან განაცხადა, არის ის რაზეა დაბარებული, სამ წუთებშიც დაკითხვაზე იმყოფება და ჩვენ ველოდებით თუ როდის დასრულდება დაკითხვა.